დილამშვიდობის ეთერში გაგაცემა დღის ნიუსრუმი მე ვარ ლელა ბაღდავაძე და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ იმ საკითხების შეფასებას, რაც აი სწორედ დღეისთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ელენა ხოშტარიასთვის წელიწად ნახევრიანი პატიმრობის შეფარდება საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში, რომელსაც ამჯერად ევროსაბჭოს კონგრესი განიხილავს, ბრიუსელის კრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი და პირიქით ქართული ოცნების კრიტიკა ბრიუსელისადმი, რომელსაც მმართველი პარტია ახლა უკვე იმის გამო საყვედურობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში სამძიმრის წერილები არ გამოგზავნილა და ასე შემდეგ სასაუბრო ბევრია და შეგვიძლია დავიწყოთ კიდეც წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ირაკლი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ირაკლი, აი მოდით დავიწყოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის გაწყვეტილებით, რომელიც მან გამოაცხადა ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის ელენა ხოშტარიას საქმეზე დროას ლიდერს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის მარკერით დაზიანების გამო, მარკერით ბანერზე წარწერის გამო, იცით რომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, შეშფოთებულია იურისტთა კორპუსი, ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და გუშინ ევროპისგანაც, ბრიუსელისგანაც მოვისმინეთ კრიტიკული შეფასებები. ელენა ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოსშიო. ამგვარია ის რეაქცია, რაც მოსამართლე არევაძის გაწყვეტილებას ახლავს. მართლაც, აი რა ახსნა შეიძლება ქონდეს იმას, რომ ბანერის დაზიანების გამო ხოშტარიას ნახევარწლიანი პატიმრობა და საზოგადოება მიცის, რომ ის უკვე 6 თვეა ციხეში იმყოფება, სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩაითვალა, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს უნდა იჯდეს ციხეში. აი, რატომ, როგორ ფიქრობთ, ხოშტარიას მაინდა-მაინც ციხეში დატოვება, როცა ბანერის დაზიანებით ქართული ოცნებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი მხოლოდ 570 ლარს შეადგენს. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ დღეს არის ფოტოშორის რაღაც სიმბოლურად დაემთხვა ერთმანეთს, დღე, როდესაც არის დაბადების დღე. თქვენ მიხსენებული ელენა ხოშტარიას ორი შვილის ტყუპების, კოტოს და რატის და მინდა მიულოცო მათ დაბადების დღე, ელენასაც მიულოცო თუ ადონეს ფოლკურს თქმა უნდა ამ გადაცემას და მინდა მიულოცო ასევე ჩემი მეგობრის და თანამებრძოლის ირაკლი ნადირაძესაც ტყუპის შვილების დაბადების დღე ფოტოშორის დღეს გიორგის და მარიამის და ძალიან სამწუხაროა და მთავარი ეს мотиваცია ჩვენი ბრძოლის ეს არის, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარშე ეს ბავშვები იყვნენ თავის მშობლებთან ერთად და არ ხვდებოდნენ ესეთ დაბადების დღეს. ესეთ ადრეულ ასაკში კი რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს და რა თქმა უნდა შემდგომში ჯანმრთელობა და ყველა სურვილი სასრულება და რა თქმა უნდა ძალიან მძიმე არის შეუძლებელი ხა ესეთ გარემოში ცხოვრობდეთ და პოლიტიკური არა ნებისმიერი ტიპის სივრცე არის ენერგეტიკა გინდა სამართალი გინდა პოლიტიკა არ იყოს ძალიან მძიმე ხო იმიტომ რომ როცა ასეთი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში როცა ესეთი დევნა მიმდინარეობს ადამიანების როცა პოლიტიკური მოღვაწეები ხომ ვინც იცნობს ირაკლი ნადირაძეს იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ელენა ხოშტარია ყოველთვის ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა ეს ხალხი ციხეში კი არ უნდა იყოს ნამდვილად უნდა იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარ საქმეს პროფესიულ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ და უნდა იყოს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სანამ ეხა ეს პრობლემებია და ეს რეალობა აქვს და ეს მოცემულობა აქვს და ეხა მე რო ესეთი მილოცვის გაკეთების სამწუხაროდ ასეთ ვითარებაში არიან ეს ბავშვები რა თქმა უნდა მანამდე ეს სიტუაცია ვერ გამოსწორდება კარდინალურად რაც შეეხება თვითონ ამ ბრალდებას არ ვიცი ხა ძალიან მარტივია ხო სამართალში ძიმეც მაქვს თავისუფალ უნივერსიტეტში სამართალოსნობის ფაკულტეტი დასრულებული და მთავარი რაც პირველივე დღეებიდან გვესმოდა როცა ჩვენ პროფესიას უნდა დაუფლებოდით იყო ის რომ კანონი თუ სამართლიანი არ არის ვერ იქნება კანონი ან კანონის მიზანი მთავარი არის სამართლიანობა ხო და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე რომ ფლომასტერით პოლიტიკური აქტის სამოქალაქო აქტის განხორციელების გამო პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო ქალი 4 შვილის დედა პოლიტიკოსი უნდა ჩაჯდეს ციხეში წელიწადისა და 6 თვის მანძილზე ეს ახლა არაფერში არ ჯდება ახლა არც გადაღებული ახლა რომ საუბრობ ხოლმე ადამიანობაში არც ქართველობაში არც სამართალში არც კანონიერი ინტერესების ემსახურება რაიმეს ასეთი მუხლები ასეთი ნორმები ასეთი გამოყენება მუხლების და ნორმების ხდება მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხო ხა ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ და გვახსოვს რას უშვებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ბანერებს. რა მესიჯია ეს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ამაზეც მინდა ეს არის ავტორიტარიზმი. თუმცა იქამდე ელენა ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში
პასუხობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მასთან დაკავშირებულ საქმეზე და მინდა რომ ამონარიდი, ასე ვთქვათ, ციტატიდან მორიგი მოკლე ამონარიდი გავაცნოთ მაყურებლებს. სასაცილოდაც არ მყოფნის ბიძინა ივანიშვილს, რომ გონია დამსა და ჩემს 4 შვილს რუსეთის მოწყალება ასჭირდება, არანაირი ვაჭრობა არ იქნებაო, ამბობს თავად ხოშტარია რუსთავის ქალთა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში. ახლა მინდა გკითხოთ, აი ხომ არ უნდა განვაზოგადოთ ხოშტარიას საქმეზე დამდგარი განაჩენი პროტესტის ფარგლებში დაკავებულ სხვა პირებთან მიმართებაშიც, ანუ ხოშტარიას მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი ნიშნავს თუ არა იმასაც, რომ პასუხი გაცემულია კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება აქციის სხვა მონაწილეებთან მიმართებაში აჩვენოს ჰუმანურობა და იფიქროს მათ ციხიდან, ასე ვთქვათ, გამოშვებაზე. რაც არ აქვთ იმას ვერ აჩვენებენ, ჰუმანური ხელისუფლება ნამდვილად ვერ მოხდება, ხა დე-ფაქტოა თუ რამშოვა როგორი არის ჰუმანური მთავრობა ვერ მოხდება ეუთოს მექანიზმის ესეთ შემაშფოთებელ ანგარიში და არ დაედება ბრალი საკუთარი მოსახლეობის 100,000-ობით ადამიანის ქიმიური იარაღით მოწამვლაში და წამებაში და სისტემურ დანაშაულებში, რომელიც მოიცავს წამებას და არადროულ მოკრობას, ხო? ამას ხა ჰუმანურობას მოდი თავი დავანებოთ, ეს კარგად გავიგეთ უკვე რომ ჰუმანურები ვერ იქნებიან ეს ხალხი, არ ვიცი, საფეთქის როლის გამო რომ კაც 2 წელი ციხეში ჩასვამ ახალგაზრდა სტუდენტს ეხა ესეც რამდენად ჰუმანური არის საზოგადოებამ გასაჯოს, ამიტომ მარტივად რომ შევაჯამოთ ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელიც არის ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი და ებრძვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც აბჩვენებს სამოქალაქო გამბედაობას. აი საბჭოთა კავშირის დროსაც და ბევრია მაგალითი, ეხლა მე მაგალითად მესმოდა თბილისში გავიზარდე გურამ ჩეულიშვილმა ესროლა სოფლო ქართულ მწერალმა ლენინის ძეგლს იარაღი, მაგრამ ისე მოხდა რომ ეს კაცი გადაურჩა იმ დროს დაპატიმრებას. თორე ხა საბჭოთა კავშირის სადაც ეხლა მე ჩემამდე მოაღწია ინფორმაცია, რომელმე საბჭოთა კავშირის უშუალოდ ანუ ეს მაგალითად რატომ მოყავს? ანუ სამოქალაქო პოლიტიკური აქტების დროს აი იყო რაღაც რეჟიმები, რომელებიც იყო უძიმეს, უფრო მძიმეც კი ვიდრე ვაღიაროთ ეხლა ვიდრე ოცნების რეჟიმი, მაგრამ აი ოცნებას ეხლა აქვს ჩართული რომელი მექანიზმი, იცი რომ ყველა თითო სამოქალაქო ეხლა იარაღის როლა ეხლა ესე მოვიყვანენ მაგალითად რა თქმა უნდა ეხლა ამას არ ვინ არაპირებს, მაგრამ ანუ სამოქალაქო პოლიტიკური გამბედაობის აქტების დროს კიდევ უფრო ლოიალური იყო ხოლმე სხვადასხვა ისეთი რეჟიმები, რომელიც ოცნებაზე უფრო მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს შეიძლება ხო საბოლოო ჯამში, მაგრამ ოცნებას ამ ბოლო დროს ბოლო 1 წელიწადზე ნუ მეტის მანძილზე ხო ძირითადად რა გააჩნია რომ თუ ადამიანში დაინახავს სიმამაცეს, უნდა რომ ეს ადამიანი სამაგალითოდ დასაჯოს, ხო? ჩვენ ნახეთ ზეამაღლობელი შემთხვევა, ნახეთ სხვა ბევრი შემთხვევა ხა აღარ მინდა ჩამოთვალო, რა თქმა უნდა, სინდის პატრონები, ყველა ეს ადამიანი, რომელსაც ხმა აიმაღლა და აჩვენა გამბედაობის მაგალითი და მედროშეები, რატო არის აქციის მედროშეები იჯებიან? იმიტომ რომ ყველა ვინც გამოირჩევა ამ თავის გამბედაობით უნდა იყოს დასჯილი. ასე არის ელენე ხოშტარიას მიმართებაში. და როცა ვსაუბრობ ჩვენ კიდევ ერთხელ აი კანონიერ ასე ვთქვათ გარემოებებზე, ხო? შეუძლებელია ხალხო ნაცო მოძრაობის წევრი ვარ. აი რას უშვებიან ნაცო მოძრაობის პლაკატებს, ბანერებს, წინასაარჩევნო საქართველოს მასშტაბით. თქვენ ეთერში თქო ნანახი აქვს მაყურებას. ხევენ კი არა, გორში ოფისი ააფეთქეს, ხო მართლა? და რეებს უშვებიან ხოლმე, მათ შორის ნაცო მოძრაობის ოფისებს როგორ არბევენ და ჩვენ ვიხილეთ თბილისში ცენტრალურ ოფისზე ნაცო მოძრაობის ისეთი თავდასხმა, რა დროსაც ხალხი უბრალოდ შეიარაღებული იყო, როგორც აუზღა შუა საუკუნეებში რომ შეიარაღებულები იყვნენ ხოლმე. ბანდები, აი ეგრე იყვნენ შეიარაღებულები, ალბათ, ნუ ადრეულ შუა საუკუნეებში, ხო, რაღაც კეტებით, ხიჯოხებით და ჩაამპრეს, ჩალეწეს და შეეცადეს შემოსვლას. რუსთავის გამზირზე გუშინ საღამოს საათებშიც გაიმართა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია, საარჩევნო პერიოდი არ არის, თუმცა მოქალაქეებმა ადგილზე მარკერები და კახაკალაძის ბანერები მიიტანეს და გუშინაც გააკეთეს ამ ბანერებზე. არა, ხო, იცი ეს მაგალითად რატომ მოყავს? ესეც რომ იცოდეს მაყურებელმა, თუმცა მაგალითად ჰუმანური რო შეიძლება იყოს. აი ეს თუნდაც აი გუშინდელი აქცია და პერფორმანსი მაინც არის საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან გამოხატული პროტესტი, ხო? აი ახლა შესაბამისად მინდა ვისაუბროთ იმაზეც, რა იქნება შექმნილ მოცემულობაზე მთლიანად ოპოზიციური სპექტრის პასუხი და უკვე თქვენ როგორ აპირებთ, რომ ამ ყველაფერს არ შეეგუოთ და გუშინაც გამართა ოპოზიციურმა ალიანსმა ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ხოშტარიას მკაცრად დასჯა, ეს არის ხელისუფლების სიგნალი ოპოზიციისთვის, რომ არ დანებდეთ და არც დანებდებით, თუმცა ის საინტერესოა კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ ბრძოლის გადაწყვეტების თვალსაზრისით. აი თითქოს დღეის მდგომარეობით ვერ ვხედავთ ბრიფინგებს მიღმა
ოპოზიციური პარტიების კონკრეტულ აქტიურობას და კონკრეტულ ნაბიჯებს, რითაც ქართულ ოცნებას თუ ვერ შეაშინებთ, გარკვეულწილად მაინც გადმოიყვანთ თქვენს დღის წესრიგს. აი, დღეს თითქოს ქართული ოცნება იქით ახერხებს, რომ გატაროთ საკუთარ პროტესტი არის ზოგადად შედგება სხვადასხვა ფაზებისგან. ამ პროტესტში თავად რაც არის, რაც მოახერხეთ არის ის, რომ არ გავტყდით, წინააღმდეგობაში დავრჩით. ამან ხელი შეუწყო ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას, ქვეყნის შიგნითაც, ხოლმე ფარგლებს გარეთაც. მათ შორის, როცა საუბრობთ ჩვენ ივანიშვილის ამ რეპრესიულ აპარატის ამოქმედებაზე, ივანიშვილი ბოროტი არ გამხდარა ბოლო 1 წლის მანძილზე და მანამდე კეთილი არ ყოფილა, ხო, უბრალოდ ის იყო ყოველთვის ავტორიტარული მიდრეკილების ადამიანი, უბრალოდ როცა ყველაზე ახლოს არის ის ძალაუფლების დაკარგვას და როცა ყველაზე მეტად არის დელეგიტიმაცია მომხდარი მის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაშინ არის ყველაზე აგრესიული. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლება ოპოზიციაშიც არსებობს ახლა კონკრეტული გამოწვევები, თუმცა იქნება აქტიური ფაზა, იქნება საპროტესტო აქციები კონკრეტული ამ მხოლოდ თბილისში და ამ ყველაფრის შესახებ მალე გაიგებს საზოგადოება, ახლა მე ამ ეთერში რა თქმა უნდა ამას არ დავანონსებ, მაგრამ ნუ ზოგადად ვიტყვი რომ იქნება. კონკრეტულად არ დავანონსებ, რომ ზოგადად იქნება კონკრეტული აქციებიც, მათ შორის საინფორმაციო კამპანიებიც, ოპოზიცია არ წყვიტავს მათ შორის ურთიერთობას საეგარო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოდუსი, სადაც ნუ ძალიან არაორდინარულ გარემოში ვიმყოფებით, იმით რომ არ არსებობს საარჩევნო ციკლი უკვე ქვეყანაში. პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი არის ციხეში, დევნა გრძელდება და დევნის ობიექტები არ არიან მხოლოდ ლიდერები, პარტიის წევრები არიან, ძალიან ბევრი ნაცნობობის წევრიც მაგალითად არის გისოსების მიღმა. დღეს ბატონი ყვაჭანტირაძის დაბადების დღე, ასევე რომ 4 ოქტომბერს იქნა დაკავებული ჩვენი პარტიის წევრის, გურიის ორგანიზაციის, ანუ ძალიან ბევრი მოკლედ და მივუცავ მასაც თუ ადამიანს ვაყურს, ანუ აი ესეთი სიტუაცია, მაგრამ ჩვენი წინააღმდეგობაში დარჩენა, გაუტეხელობა არის იმ ფაზის განმაპირობებელი აუცილებლად. ამაზე მუშაობ კიდევაც, მარტო ველოდებით მუშაობთ, კონკრეტულად ჩვენს ახლა ნაცნობმოძრაობა დაიწყო უკვე შეხვედრები ჩვენს მათ შორის პარტიის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინ კახეთში რეგიონებში გასვლა დაიწყეთ, როგორც პრეს-რელიზებიდან ვიგებთ. დაიწყეთ ხალხთან მისვლა სოფლებსა და ქალაქებში, რისკენაც სხვათა შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწოდებდნენ ანალიტიკოსები. აი, რადგან ამ თემამდე მოვედით, გითხარით, როგორი განწყობები გვხდებათ საზოგადოებაში, რას გეუბნებათ და ფიქრობს ხალხი, ვისაც ხვდებით. ნუ ხალხი პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ალბათ არის ძალიან გათიცნობილი და გარკვეული იმაში რა ხდება ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ ეს პრობლემა არსებობდა, ხოლმე არ უნდა დავხუჭოთ, სადღაც 2020-21 წლამდე, 22 წლამდე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ბოლომდე ვერ აანალიზებდნენ იმ საფრთხეს, რასაც ივანიშვილი უქმნიდა ჩვენ ქვეყანას. ეს საფრთხე გაანალიზებული ეს ყველა გარანტიის. უბრალოდ უფრო მეტი ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აი ამ ეტაპისთვის უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა არის საჭირო, ხო? თუნდაც იმ აქციებისთვის, რომელსაც გეგმავთ, და კიდევ ერთხელ რომ ეს აქციები არ იქნება მხოლოდ თბილისში, იქნება რეგიონებში, სხვათა შორის საზოგადოებრივი ჯგუფებიც აქტიურობენ. მე არ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები გარდა და უცებოთ უნდა ხაზი გაუსვა არსებობენ ძალიან აქტიური სამოქალაქო ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ამ პროტესტში არიან ჩართულები, რომლებიც ფაქტობრივად არანაკლები რეპრესიის ხვეპლნი არიან და ისინიც მაგალითად ეხლაც ქუთაისში რამდენიმე დღეში გეგმავენ აქციას, მეც ვარ ინფორმირებული ამის შესახებ, კვირა დღეს იმართება აქცია და ესე უნდა მოხდეს გამოცოცხლება ამ საპროტესტო ტალღის, საპროტესტო მოძრაობის და რაც შეეხება იმ იზოლაციას, რომელსაც უყურებთ ივანიშვილის, ეს იზოლაცია არის შეუქცევადი. თუნდაც ეუთოს მექანიზმის დასკვნა რო ვიხილეთ, ეს არის შეუქცევადი პროცესი. სხვა ქვეყნები მიბაძავენ, რა თქმა უნდა, შესაბამისი პერსონალური სანქცირებაც იქნება. ეს ყველაფერი ჩვენ კი არ გვიხარია, ცუდია პირიქით. ამიტომ ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ ეს პოლიტიკა საბოლოო ჯამში ყველასთვის იყო დამაზიანებელი, გამოიწვევდა არამხოლოდ მათ სანქცირებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მნიშვნელოვან დაზიანებას. თუმცა ესეთ რეალობაში ვართ და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ ბრძოლაში არ გავტყდეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა იმ პოლიტიკურების გაუტეხელობის მაგალითზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ თუნდაც დღეს, თუნდაც ელენე ხოშტარიას სახით, ირაკლი ნადირაძის სახით, სხვა ადამიანების სახით, ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც არ ვიცი ხა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ვესწრები და ეს ადამიანი 5 წელია ფაქტობრივად პატრონობაში ყოფა, ამ ხელა პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ვერ გატეხეს, ისევ იგივე შემართებით არის და ანუ ამ ხალხის გაუტეხელობა არის გადამდები და ნამდვილად აისახება კონკრეტულ მათ შორის აქციებში, იმიტომ რომ დიდი აქციები არის საჭირო და აუცილებლად გაიმართება ოქროს პროცესში. საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ ევროპული ინსტიტუტების და ევროპელი პარტნიორების ყურადღების ცენტრშია და ახლა რამდენიმე წუთი ამასაც დავუთვით, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამჯერად ჩვენ ქვეყნის შესახებ ანგარიშს ევროსაბჭოს
კონგრესი განიხილავს, მოსმენა დაგეგმილია 1 აპრილს. კონგრესის სესიის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა, განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს და რეკომენდაციის პროექტს. აი კიდევ ერთხელ კითხვა, რომელიც მსგავსი ანგარიშების მომზადებისას ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რა აზრი აქვს ასეთ ანგარიშებს და რეზოლუციებს, თუ კი ქართულ ოცნებას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები, მათ შორის უცხოეთში. ეს ასე არ არის და ყველა კარგად ხვდება ამას. ასეთი ნერვოტული თავდასხმები იმიტომ ხორციელდება ხოლმე ჩვენს პარტნიორებზე, რომ ძალიან კარგად იცის ყობახიძემ, რომ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს რამხელა ფასი აქვს. ჩალის ფასი კი არ აქვს, ძალიან დიდი ფასი აქვს. მათ იხილეს სანქციების სახით და ძალიან სამწუხარო ამის თქვა რომ იწევს, მაგრამ ამაზე ტვირთი ეკისრება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებთან წინამდებად შეება საერთაშორისო სამართლის საქმეები აღიძრას, რომელთა შეება ანგარიშები დაყადაღდეს და უბრალოდ ამ ადამიანებს ცივილიზებულ სამყაროში ძალიან მძიმედ ექნებათ საქმე ამ რეჟიმის დემონტაჟის შემდგომაც. ანუ ეს კი არ არის მარტო ამ პრობლემას სამწუხაროდ. ის ზარალი, რომელიც შეიძლება მიიღოს ქართულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სისტემამ. სანქციებმა და იზოლაციამ უმძიმესი პრობლემა შეუქმნა რეგიონალურ სუპერსახელმწიფოებს. რუსეთში ინტერნეტი აღარ არის ხალხო და ირანში რა მდგომარეობა ეკონომიკურად თეირანში რეგიონალური სუპერსახელმწიფო იყო ირანი და სანქციების შედეგად სანამ სამხედრო მოქმედებებზე გადავიდოდა დასავლეთი მე არ ვიძახი რომ სამხედრო დარტყმების განხორციელების შემდგომ პერიოდს არ ვეხები უშუალოდ სანქციებს. კუბის რეჟიმი რა მდგომარეობაშია და თქვენ რა გონიათ ეს პროცესი არის შეუქცევადი. ივანიშვილმა იცის კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში არ ჩაიძიროს, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ დგამს, რომ ეს ნაბიჯები უდრის მის ძალოფლების დაკარგვას. და სხვანაირად თუ გაგრძელდება ეს რეზოლუციები და ეს ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლება და რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაშინ კიდევ ერთი კითხვა, ძალიან ბევრია საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში იმაზე, რომ ქართული ოცნება და დღევანდელი ხელისუფლება აი საკუთარი კეთილინების, ასე ვთქვათ, ფარგლებში არც ერთ დაპატიმრებულ მომიტინგეს არ გამოუშვებს, მაგრამ ამას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტულ პოლიტიკურ სარგებელს გამოივაჭრებს, ასე ვთქვათ, დასავლელი პარტნიორებისგან, როგორც ვთქვათ, ეს გააკეთა ბელარუსმა და ლუკაშენკომ. აი ამ კუთხით რისი თქმა შეგიძლიათ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების საკითხზე, აი ასეთი პოლიტიკური ვაჭრობის გახსნას თუ ელოდებით პირადად თქვენ ქართულ ოცნებასა და ამ თემაზე ირაკლი ფაუნშვილის კომენტარი საჭირო არ გახავთ რატო? იმიტომ ადამიანები გამოდიან და თვითონ იძახიან არ ივაჭროთ ჩვენთო. დიახ. ხო და ხა როცა პოლიტიკური პატიმარი გამოდის და იძახის რომ მიხედავთ იმის რომ ასეთ უსამართლო ტყვეობაში ვარ, მიხედავთ რომ ჩემი ოჯახი ასეთ უსამართლო განსაცდელში არის ამდენი თვის და წლის მანძილზე. მაინც მოგვიწოდებენ რომ არ ივაჭროთ ჩვენ ხა ამორალური უფლება გვაქვს რომელიმე პოლიტიკოს სულ რო გვინდოდეს. აი ამას თავი დავანებოთ. სულ რო გვინდოდეს რა მორალური უფლება გვაქვს ამ განცხადებების შემდგომ რომ ვევაჭროთ ივანიშვილს, ხო? არანაირი მორალური პოლიტიკური პრაგმატული და არანაირი უფლება და ინტერესი არ გვაქვს ამის. ძალიან მარტივად არის ქვეყანაში საკითხი. აღარ არის 2020 წელი, 19 წელი, ეს ივანიშვილმაც ამიტომ არ მედის ამდენი ხანი დათმობაზე. ამ ქვეყანაში ივანიშვილს ყველამ დავინახეთ რომ არის ავტორიტარიზმის ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, სულ აქვს ახალი ტალღა რეპრესიების, პოლიტიკური ტყვეების, რეპრესიული კანონების ან ეს რეჟიმი ჩაბეტონდება და ავტორიტარიზმი ჩაბეტონდება ქვეყანაში, ან დაიწყება თავისუფლების დიდი ტალღა. და ეს თავისუფლების დიდი ტალღა ემთხვევა მაგალითად კეთილდღეობისა და მშვიდობის სარტყელს, რომელმაც გაიარა უკვე კავკასიაში, ემთხვევა პერიოდს, როდესაც სომხეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა უკვე ისედაც მოცემულობად უნდა იქცეს ამ რეგიონში, გამომდინარე რომ ძირითადი დავები და კონფლიქტის კერები ნელ-ნელა ასე ვთქვათ, გვარდება საბედნიერო ჩვენს მეზობლად. ანუ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ აი ამ კეთილდღეობის პროგრესის აი ამ ფერხულში ჩაებად. მაგრამ ივანიშვილი არ ანებებს ამას ჩვენ მოსახლეობას და თუ იმეს გონია რომ ეს რუსული სანქციების გვერდის აბლის გზით ნაშოვნი ფული არ გაუთავდება ივანიშვილს ძალიან ცდება. ეს სანქციების მომდისავლით დაგროვებული ფული რო აღარ იქნება ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის. ამიტომ იზრდება ყველაფერზე ფასები, ამიტომ იზრდება ფასები მათ შორის არ ვიცი ჯარიმებზე ყოველდღიურად, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტ კორუმპირებულ ადამიანს დაერევა მათ შორის ივანიშვილი რომ შეავსოს თავის შავი სალარო და ეს იქნება წრე მოჯადოებულ წრეზე ვიქნებით, რომელიც უფრო და უფრო დამძიმდება. თითოეული ჩვენი მოსახლეობის არის ძალიან სამწუხარო მოცემულობა. ამიტომაც ოცნების მომხრეების კი სინამდვილეში აანალიზებდნენ რა ხდება, აი პროპაგანდისტული ნაგავისგან რომ ჩამოიწმინდონ თავი, რომ ვიღაცა deep state-ი გვებძვის და
გლობალური ომის პარტია გვებზოდა. ის ხალხი კი არ გვებზოდა, ინსტიტუციებს აშენებდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აშენებდა და აფინანსებდა ამ ქვეყანაში და რუსეთის შეკავებას ცდილობდა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. კარგ საქმეს აკეთებდა, ცუდ საქმეს ვინც აკეთებს, არის რუსეთი და რუსეთის სატელიტი აქტორები, როგორც არის ივანიშვილი. ამიტომ მარტივად არის მოცემულობა. უნდა გავთავისუფლდეთ აი ამ მარწუხისგან, რომელიც ამ ქვეყანას აი ამ ჭაობში აბავს. მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის, მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებისა და თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის. ირაკლი ფავლენიშვილის დამამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ნუგზარ ციკლაური შემოგვერთება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაურია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ნუგზარ და მადლობა რომ შემოგვიერთდით. ბატონ ნუგზარ, მწვავე შეფასებები ახლავს თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ქალი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას მიმართ დამდგარ განაჩენს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ამაზე უნდა გკითხოთ, განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის მარკერით დაზიანების ფაქტზე. წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა ელენე ხოშტარიას. აი რა გაქვთ სათქმელი და მარტივად გკითხავთ, თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ დამდგარი განაჩენის გათვალისწინებით სასამართლო და ამავე დროს პოლიტიკური ხელისუფლებისთვის თუ პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო ქალი პოლიტიკოსის და 4 შვილის დედის წელიწად ნახევრით ციხეში გაშვება არ არის სამართალი, რა შეფასებებიც ყველაზე აქტიურად გვესმის ამ ამბავთან მიმართებაში. მაშინ რა არის ეს? ნუ ალბათ უპრეცედენტო ამბავი არის, ხო რომ მართლა ფლომასტერით წარწერის გაკეთებისათვის ადამიანს, ქალ პოლიტიკოს შეეფარდოს წელიწად ნახევრის პატიმრობა. ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არავითარი კავშირი სამართალთან ამას არ აქვს და უპირველეს ყოვლისა გამოხატავს ქართული ოცნების მცდელობას, რომ ტერორის გარემო, რომელსაც იქ გამუდმებით ნერგავს გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გაამყაროს ახლა ახალ-ახალი ეგზეკუციები და ამით დააშინოს საზოგადოება. თქვენ თვითონ განსაჯეთ, ხო, უწყინარი ფლომასტერი გამოცხადებული არის ლამის ბალისტიკურ რაკეტად. და ამის გულისათვის ადამიანი ჩასვეს ციხეში. მე მინდა შეგახსენოთ რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ნიკა მელიას, რომელიც ასევე იყო მერობის კანდიდატი, საარჩევნო შტაბი პირდაპირ მნიშვნელობით დაწვეს, თლიანად დაწვეს ეს შტაბი. გაგიგიათ, რომ ვინმე რომელიმე ადამიანმა ამაზე პასუხი აგო იმ საარჩევნო კამპანიის დროს მახსოვს ქვებს ესროდნენ, სწორედ აი ნიკა მელიას საარჩევნო კამპანია რო იყო და არავინ რა თქმა უნდა ამისთვის დასჯილი არ არის. იყო თავდასხმები ფიზიკური, არავინ დასჯილი არ არის და როცა ამ ფონზე ლაპარაკობ, რომ ვიღაცას ხელი შეეშალა საარჩევნო კამპანიაში იმის გამო, რომ წარწერა გაკეთდა, ну სრულიად ცხადია, რომ ეს ასე არის. გეტყვით, როგორ ახსნა თავად მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას მიმართ იმ სასჯელის გამოტანა, რაც დაადგინა მოსამართლემ გუშინ განაჩენის დასაბუთებისას, თქვა, რომ არ არსებობდა ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები, ვინაიდან მის მიმართ წარსულში 16 ჯერ იყო წარმოებული ადმინისტრაციული საქმე და არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი, ასევე შეფარდებული ჰქონდა გირაო და არ გადაიხადა. მოსამართლემ თქვა ისიც, რომ ხოშტარიას არც ზარალი აუნაზღაურებინა, ანუ დაზარალებულ მხარისთვის, ანუ საუბარია სწორედ ბანერის საფასურის ანაზღაურებაზე, ისე როგორც საერთოდ არ უღიარებია დანაშაული. აი, რამდენად ძლიერი და გასაზიარებელი არგუმენტი არ არის, რა თქმა უნდა, გასაზიარებელი და ის რომ ეს არგუმენტები არ არის გასაზიარებელი, კარგად დაასაბუთა ქართული ოცნების ლიდერების, ვოლსკის და თენგიზ შარმანაშვილის განცხადება, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში, ასევე რომ ეს რეალურად და ჩვენ ამისთვის კი არ ვსვამთ ამ ადამიანს ციხეში, ვოლსკიმ ესეც კი თქვა. არამედ სხვა რამის გამო რომ რევოლუციას ამზადებდა, ამიტომ რა თქმა უნდა ეს არ არის გასაზიარებელი. ერთ-ერთი ნუგეში ამ ვითარებაში ის არის, რომ როგორც იმავე სამარცხვინო მოსამართლის არევაძის განცხადებაშია, ეს ფლომასტერი იქნება ამოღებული და განადგურებული, რაც ალბათ ჩვებას მოგვრის მილიონობით ადამიანს საქართველოში, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს. რეალურად
ელენე ხოშტარია დაიჭირეს იმ წარწერის შინაარსის გამო. იქ ეწერა რუსული ოცნება, რაც ასევე ნიშნავს, რომ ეს რუსული ოცნება არ არის ლეგიტიმური, ხო რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არის ქართული ოცნების უმთავრესი პრობლემა, უმთავრესი პოლიტიკური პრობლემა. ხალხი არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვინც გამოვა და ვინც ამის წინააღმდეგ იმოქმედებს, თუნდაც ისეთი უწყინარი ფორმით, როგორიც არის ფლომასტერით წარწერის გაკეთება, ის უნდა იყოს დასჯილი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ტერორის კამპანიის გაგრძელება და ასევე მცდელობა, რომ დააგროვონ იმ რაოდენობით პოლიტიკური პატიმრები, საზოგადოების წევრები, მსახიობები, რომლებიც ახლა ციხეში არიან და მათი რიცხვი 100-ზე მეტი არის, ხო, ამ პროტესტანტების, რომ შემდეგ უკვე რაღაც ვაჭრობის საგნად გამოიყენონ ეს ადამიანები, მათი თავისუფლება. მაგრამ ჩვენმა კოალიციამ თქვა და მე ახლა ვიმეორებ და მაქვს ამის უფლება მოსილება, რომ ტყვეებით ვაჭრობაში არ ჩაერთვება ჩვენი კოალიცია. არავითარ შემთხვევაში რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაჭერილი, რამდენ ადამიანსაც არ უნდა აუკვეთონ თავისუფლება, ეს ვერ მოხდება და არ მოხდება, რომ ეს ტყვეთა ვაჭრობა იყოს გაზიარებული ჩვენი მხრიდან. თუ კი საერთოდ არ დაიკითხები, ანუ ხეშეთ რომ მკითხოთ ოპოზიციურ სპექტრს და აი ამ საკითხზე მოლაპარაკებები შედგება და დაიწყება. აი მაგალითად ევროპასა, ბრიუსელსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ამას ეს მოლაპარაკებებიც ხო იმისთვისაა, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური მშვიდობა, ასე რომ ვთქვათ. არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. და ეხლა დაიჭერენ, შემდეგ შეუძლია თვითონ გამოუშვან, მაგრამ ეს ვერ შექმნის იმ გარემოს, რაც მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული განვითარებისათვის და ნებისმიერი მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნების წარმომადგენლებს შორის, ან ევროპელ ლიდერებსა და ქართულ ოცნებას შორის დამყარებულია იმაზე, რომ აი ამ საუბრების შედეგად განიმუხტოს ეს ვითარება, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას, ევროპული განვითარების გზას და უარი თქვას აზიური დესპოტიისთვის დამახასიათებელ რაღაც მექანიზმებზე, ჩვევებზე და მოქმედებებზე და ამიტომ არავითარი პერსპექტივა ასეთ მოლაპარაკებებს არ აქვს თუ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები, ვისი ლიდერებიც არიან დაკავებული და კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო ნიკა მელია, რომელიც უკვე რამდენი ხანია ციხეშია, მანამდე დაჭერილი იყო ნიკა გვარამია, დაჭერილი იყო ზურა ჯაფარიძე, ახლა დაჭერილი არის ელენე ხოშტარია, ვისრა ბედიელის კიდევ ეს კარგად არავინ არ იცის. საბოტაჟის საქმეა ჩამოკიდებული. კი ბატონო, დღეს არის სხვათა შორის ეს საბოტაჟის საქმე. დღეს განიხილება და იმ შემთხვევაში ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ ვიღაცა ზომაზე მეტად აკრიტიკებს, მათ ხო შეუძლია 15 წლამდე სასჯელებიც კი არის იქ გათვალისწინებული. ბატონო გზარი, საქართველოში შექმნელ ვითარებაზე ევროპაში კიდევ ერთი ანგარიში მომზადდა, ამჯერად 1 აპრილს ევროსაბჭოს კონგრესი განიხილავს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ, თუმცა ვიდრე კითხვას დაგისვათ, გეტყვით, რას ამბობენ ქართულ ოცნებაში მორიგ მწვავე დოკუმენტზე, რომელიც გზაშია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს არ სცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს, მისთვის ჩვენ მე-17 ხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა ვართო, ამბობს შალო პაპუაშვილი, რომელიც კითხვაზე ხომ არ აპირებს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლას იქვე პასუხობს, რომ ამ ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებენ და პირიქით უნდა ვაიძულოთ პატივის ცენ ჩვენს სუვერენიტეტსო, ასეთი პასუხი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის კითხვაზე. რას მოიტანს ახალი ანგარიში, ან რა შეიძლება შეცვალოს ახალმა რეზოლუციამ, ეს ერთი და მეორე, როგორ ფიქრობთ, რითი დასრულდება საბოლოოდ ქართული ოცნების და უბრალოდ საქართველოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთობა. ქართული ოცნების სრული იზოლაციით დასრულდება. ჩვენ ხედავთ მართლა დამთრგუნველ ამბებს ეხლა ხო, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული სტრუქტურებიდან, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებმა პირდაპირ დაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, დაუკეტა ეს გზა ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას ერთადერთი მოტივით, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც დემოკრატიულ საწყისებზე არ იქნება დაყრდნობილი. ისინი ამ მოლაპარაკებების დროსაც ეუბნებიან, რომ აქ იყოს რაღაცა პუტინისეული სუვერენული დემოკრატია, რომ ქართულმა ოცნებამ, რა ვიცი, აწეულობით შეინარჩუნოს აქ ხალხის ძარცვის უფლება, ხოლო ევროპამ ეს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპული სტრუქტურების, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის
პრინციპები დამყარებული არის არა მხოლოდ რაღაცა ეკონომიკურ წარმატებებზე თქვა ან სხვა ტიპის წინსულაზე ქვეყნების, არამედ დამყარებულია დემოკრატიულ უფლებებზე, რომლის გარეშე ევროპული ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აი ესეთ გამონათქვამს, რომ ევროპა უნდა გამოსწორდეს გვესმის ქართული ოცნების მხრიდან, რომ ევროპული ქვეყნები უნდა შეიცვალონ, რომ ევროპარლამენტი უნდა გახდეს ქართული ოცნების აზროვნების შესაბამისი. ეს არის რაღაცა ფანტასმაგორიული მსჯელობები, რომელიც არ ემყარება არც პოლიტიკურ ლოგიკას, არც ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესებს და ერთადერთი რასაც გამოხატავს, არის ამ ქართული ოცნების მართლა სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ როგორმე შეინარჩუნოს ჯამში ქართული ოცნება ევროპის მწვავე κρიტიკის და პირიქით ევროპა ქართული ოცნების მწვავე κρიტიკის ობიექტად რჩება და სხვა შორის არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ხელისუფლება საყვედურობს ბრიუსელს და მინდა რომ ამ მიზეზეც ვისაუბროთ. ქართულ ოცნებას უყვირს, რატომ არ გამოიგზავნა ბრიუსელიდან ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან სამძიმრის წერილები თბილისში საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ვინმე ეგრეთ წოდებული მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს ბრიუსელიდან ჯანმრთელობა რომ არ მიაძახონ და ხალხის სამძიმრის ღირსიც არ გახადეს. სად იყო ურსულა ფონ დე ლაიენის სამძიმარი, სად იყო კაია კალასის სამძიმარი? ეს არის რელიგიური თემით სპეკულაციის ძალიან მდარე მცდელობები, ძალიან რაღაცა უხამსი დრამა, რომელიც თუმცა რამდენად უნდა მიგვეღო მაშინ ამ კითხვასაც გადისწოთ, რამდენად უნდა მიგვეღო სამძიმრის წერილები ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელების მხრიდან. ევროპის ქვეყნების ელჩები იყვნენ იქ სამძიმარზე მოსულები, ისინი თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ და ეხლა ეს სპეკულაცია ამ თემით რომ თითქოს ვიღაცას არ ეწყინა ისა ძიმე ამბავი რაც მოხდა საქართველოში და გულისხმობ უწუნდეს და უნეტარესის გარდაცვალებას, ეს მიუთითებს მართლა საოცარ პრიმიტივიზმზე იმ ადამიანების, რომლებიც ეხლა ამ ქვეყანას მართავენ. სხვა შორის დღეს არის სხვა შორის ავტოკეფალიის აღდგენის დღე 99 არა უკვე 100 წელზე მეტი არის 1917 წლის 25 მარტს მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა და მე მინდა უთხრა აი ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა გამოდიან მუდმივი გახლეჩის მოწოდებებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვია ერთი წმინდა კათოლიკე და სამოქციქულო ეკლესია. ეს სიტყვა კათოლიკე არის ბერძნული სიტყვა და საყოველთაობას ნიშნავს და ამიტომ ქართული ოცნებისთვის ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეროვნული თანხმობისკენ გადაედგა ნაბიჯი იმ ძიმე დღეებში, როდესაც ქართულმა ხალხმა აჩვენა ერთიანობის ასეთ დემონსტრაცია. მაგრამ რეალურად ჩვენ რა ვნახეთ, ხო, რომ ამ ხალხმა თავის პარტკონფერენციად გადაქცევას სცადა ისეთი მძიმე ეროვნული საკითხის, როგორიც იყო ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება. აი აქ გამოჩნდა ქართული ოცნების ნამდვილი სახე, რომ ის მიმართული არის არა რეალურად თანხმობისაკენ, საყოველთაობისაკენ, არამედ მიმართული არის მხოლოდ იმისკენ, როგორმე დახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოება. იქამდე მივედით, რომ კირიონ კათალიკოსის და ამბროსი ხელაიას ეკლესიას ვიღაც მომღერალი უცნობი უწესებს, როგორ მოიქცენ და რომელი პატრიარქი აიჩიონ და სინოდმა რა გადაწყვეტილებები მიიღოს. აი ესეთი უხამსი თავდასხმები ქართულ საზოგადოებაზე, ქართულ ეკლესიაზე შეიძლება ამას პრეცედენტი ქონია საბჭოთა კავშირის რაღაცა ყველაზე უფრო გავეშებული მმართველობის დროს. სამწუხაროდ მათმა სულიერმა შვილებმა, ამ კომუნისტების სულიერმა შვილებმა, ქართულმა ოცნებამ ისევ აი ამ დღემდე მიგვიყვანეს, რომ აი ამ თემებზე გვიხდება მსჯელობა. რეალურად ბიძინა ივანიშვილის დოქტრინა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი იმპულსი, მთავარი კონცეპტი გახლავთ სწორედ საზოგადოების დაყოფა. და ამიტომ იყო, რომ იქ იყო უამრავი სია, ვიღაცა სრულიად უცნობი ხალხის, რომელთაც არავითარი კავშირი პატრიარქთან არ ქონიათ და უამრავი ადამიანი კი იქნა იზოლირებული ამ დღისგან და აი ამით შეეცადნენ, რომ ეს ამბავი რაც მოხდა ჩვენს თავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავს გამოიყენებინათ პოლიტიკური ნიშნით. შეიძლება ბევრი რამე ეპატიოს უშუალოდ პოლიტიკურ ოპონენტთან ანგაჟირების კუთხით ქართულ ოცნებას, მაგრამ აი ეს თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, რომელიც სხვა შორის დღემდე გრძელდება სხვადასხვა უხამსი გამონათქვამებით, ნამდვილად არ ეპატიება.
რადგან პატრიარქის გარცვალების ძალიან მძიმე ამბავამდე მოვედით და ახლა წინ ველოდება საპატრიარქოს და წმინდა სინოდს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის საკითხი, აი მოდით ბოლო კითხვას უკვე უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებაში დაგისვავთ და გითხარით რა მოლოდინები გაქვთ და როგორ შეიძლება ჩაიაროს ამ პროცესმა ხმაურიანად, ძალიან მარტივად მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა, თუ აი პირადად თქვენ რა სურათს ხედავთ, ასე ვთქვათ, როდესაც შეიკრიბება გაფართოებული საეკლესიო კრება და თუ ხედავთ, მოკლედ მარტივად რომ გკითხოთ, კითხვა მინდა იმის, თუ ხედავთ აი ამ პროცესში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევის სურვილს და მცდელობას. აი ვინ შეიძლება იყოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ამაზე პირდაპირ პასუხი რა თქმა უნდა დღეს ვერ გვექნება, თუმცა ალბათ შეგვიძლია ვიკითხოთ, რამდენად აქვს ყველაზე მაღალი შანსი პატრიარქის მოსაყდრე შიოს, მით უფრო იმ მოსაზრების ფონზე, როცა რატომღაც ითვლება, რომ სწორედ მიტროპოლიტ შიოს პატრიარქობას ლობირებს ქართული ოცნება და პირადად თქვენ უკვე ამ კუთხითაც თუ გრჩებათ ასეთი შტაბეჭდილება. აი თუ ხედავთ რომ ხდება სწორედ შტაბეჭდილება მე ვეღარ ვახსენე ეს გამონათქვამები. ხო პირდაპირ შანტაჟი იყო სინოდის, რომ თუ არ იქნება არჩეული ესა და ეს ადამიანი ამ შემთხვევაში ჩვენ ხალხი გამოვალ და გაგისწორდებით. ეს არის პირდაპირი განცხადებები, ამიტომ ამაზე ისიც კი არ გვჭირდება რაღაცა ანალიტიკური უნარები, რომ ასე ხომ არ არის ან ქვედა დინებები ხომ არ არსებობს სადმე. პირდაპირ ღიად გამოდიან და ხარს უჭერენ რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია, რომ არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ მღვდელმთავრების, იმ ეპისკოპოსების, ვინც არიან სინოდში და ვინც უნდა მიიღოს ასეთი მნიშვნელოვანი ეროვნული გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. პოლიტიკოსებიც არ ერიდებიან, ამიტომ ხედავთ აი ამ პოლიტიკურ სიხარბეს ქართული ოცნებისას, ხედავთ აი ყველაფრის პაგანიზაციის, რაღაცა გაუბრალოების მცდელობებს და ხედავთ აგრეთვე იმას, რომ ერთადერთი სურვილი, რაც ახლა მათ აქვთ, რომ ნებისმიერი რამ, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მოემსახუროს მათ პოლიტიკურ ინტერესებს, მოემსახუროს მათი ხელისუფლების გამაგრებას. მაგრამ საქართველო არის გაცილებით უფრო დიდი ქვეყანა, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია. ის გახსოვთ, რომ ამბობდა, საქართველო არის პატარა სოფელი. ჩვენთვის არის კი დიდი ქვეყანა და რახან ეს რელიგიური თემატიკა ამდენად დიდი იყო, გავიხსენებდი გრიგოლ ხანძთელის სიტყვას, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანაა აღირეცხების. მართლაც დიდი არის ჩვენი ქვეყანა, დიდია თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, თავისი აწმყოთით, თავისი მომავლით და გრიგოლ ხანძთელის ეს მიმართება, ქართული საეკლესიო მამების ეს მიმართება, ქართული პატრიოტების ეს მიმართება ნამდვილად არ ეთანადება ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენას, რომ ჩვენი ქვეყანა არის პატარა სოფელი. მადლობა ბატონო გრიგოლისთვის. აქტუალურ საკითხებზე და მნიშვნელოვან თემებზე თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის ნუგზარ ციკლაურს ვემშვიდობებით. დასრულებულია დღის ნიუსრუმიც. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შეხვდებით. ნახვამდის.